იულიუს ბერი ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავება, აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ფინანსებს ინახავს და ინფორმაციას მისი ბრალდების საქმის შესახებაც არ გასცემს. ბაჩიაშვილთან მოდავეც ბიძინა ივანიშვილია, საქმე კი დიდი ოდენობით ბიტკოინების მითვისებას ეხება. შვეიცარიული ბანკის შეცვლილი დამოკიდებულება კლიენტთან, ევროპოლით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე უარის თქმა და იმ პირის გაფრთხილება, რომელიც მოულოდნელად პოლიტიკით დაინტერესდა და ოპოზიციის მომხრედ იქცა, არის ის სურათი, რამაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე მართულ პროცესზე დაეჭვა. ნინო არღვლიანი გვერდება მეტი ინფორმაციით ამ თემის ირგვლივ. ხატია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარიული ბანკის პოლიტიკურ შანტაჟში ახალი ამბავია ის, რომ ბანკი ქართულ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს საქმეზე, სადაც მთავარი დაზარალებული სწორედ ბიძინა ივანიშვილია, ბრალდებული კი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი. ქართული გამოძიება ბაჩიაშვილს შემოსავლების უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება, მას კი ანგარიშები სწორედ იულიუს ბარში, შვეიცარიულ ბანკში აქვს განთავსებული. შესაბამისად, ეს ინფორმაცია ქართული გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ევროპოლით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად ბანკი ქართულ სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობს. რა კავშირი აქვს შვეიცარიულ ბანკს, გიორგი ბაჩიაშვილს და Deep State ერთმანეთთან? მართველი გუნდი ამბობს, რომ ყველა ერთობლივად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობის მთავარი გარანტი სწორედ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეა. პოლიტიკური შანტაჟის, პირად ანგარიშებზე წვდომის შეფერხების, გადარიცხვებზე უარის და ჰეჯ ფონდების შესახებ დამალული ინფორმაციის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ინფორმაციას გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზეც მალავს. მიზეზი ისევ ბიძინა ივანიშვილია, რადგან ამ საქმეზე ბაჩიაშვილისგან დაზარალებული სწორედ ისაა. ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებამ შვეიცარიული ბანკი გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისი ანგარიშების შესახებ დოკუმენტები ოფიციალურად მოითხოვა, თუმცა იულიუს ბერისგან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარია. ეს კონკრეტული ფაქტი და კლიენტ ივანიშვილისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერები ბიძინა ივანიშვილს უმყარებს, ეჭვებს, რომ შვეიცარიული ბანკი მის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შემსრულებლად იქცა. 2023 წლის 3 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც იულიუს ბერში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში. სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილი ინფორმაციასთან, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად ამგვარი ინფორმაცია, დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმიდან მოყვანილი კონკრეტული ფაქტი და განცხადებაში მითითებული გარემოებების ერთობლიობა ჩემს მარწმუნებელს უქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად ბერგედად. აღნიშნული კი ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, რომელშიც დაზარალებულ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი საგამოძიებო ორგანოსთვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში. შვეიცარიული ბანკი გიორგი ბაჩიაშვილის სავარაუდო დანაშაულს მფარველობს, თავად ბაჩიაშვილი კი ფინანსური ინსტიტუტის პოლიტიკური შანტაჟის გამართლებას სოციალურ ქსელში ცდილობს. შვეიცარია და არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების დაახლოებით 40 მილიონი დოლარის მითვისებაშია ბრალდებული, გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკური გემოვნება მომენტალურად შეიცვალა. ამას მისი ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მკაფიოდ ადასტურებს. ეს ძალადობრივი რეჟიმი უნდა დამთავრდეს. ხალხმა უნდა აიღოს ძალა თავის თავში, ხელში. ყველა მხრიდან უნდა იყოს, რა თქმა უნდა, წნეხი.
ევროპოლით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად ბანკის უარი ბაჩიაშვილის საქმეზე ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ქართული ოცნებისთვის იმის დასტურია, რომ ბრალდებული ბაჩიაშვილი იმ სქემის ნაწილია, რომელიც სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებს და რომელიც ეგრეთ წოდებულ deep state-ამდე მიდის. ბანკმა კლიენტს პრობლემები სწორედ მას შემდეგ შეუქმნა, რაც deep state-ის მიზნებზე ივანიშვილმა საჯარო განცხადება გააკეთა. ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა ხელოვნურად, ბაჩიაშვილისთვის ხელის დაფარება, მის შესახებ ინფორმაციის არ გამჟღავნება რისი ვალდებულებაც, ანუ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც გააჩნია ბანკს, პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სწორედ ეს გლობალური ომის პარტია, გლობალური ნეგატიური ძალები მოქმედებენ კოორდინირებულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. Deep States აქვს საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე და სწორედ ამ გავლენების მეშვეობით ხდება ხელის დაფარება კონკრეტულ შემთხვევაში ბაჩიაშვილზე იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხი და გამოძიება წინ არ წავიდეს და ამით კვლავაც შეიზღუდოს ის უფლებამოსილება, რომელიც ანგარიშების განკარგავი პირის უფლებებთან არის დაკავშირებული. წარმოვიდგინეთ, ბანკი არ აძლევს შესაბამის უწყებებს ინფორმაციას სწორედ იმის გამო, რომ ბაჩიაშვილი ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სისხლისამართლებრივ საქმეებში, ბაჩიაშვილი, რომელიც ცნობილია ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონების სავარაუდო იმიტაციებით, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს ოპოზიციურ ფლანგზე, აფინანსებს სავარაუდოდ მათ შორის იმ აქციებს, რომლებიც ტარდება ოპოზიციის ორგანიზებით. შვეიცარიული ბანკის მიერ ბაჩიაშვილის ფინანსების შესახებ ინფორმაციის დამალვას ერთი მიზეზი აქვს ხალხის ძალისთვის. პარტია დარწმუნებულია, რომ ბრალდებული ბაჩიაშვილი ქართული ოპოზიციის დონორია და სწორედ ის აფინანსებს პროცესებს, რომლის მიზანიც ხელისუფლების დამხობაა. შავით თეთრზე წერია, რომ გამოძიებას არ ეთანამშრომლება კონკრეტული საფინანსო ინსტიტუტი ბაჩიაშვილის თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს უფლება გამოძიებას დაუმალოს კონკრეტული დეტალები. აი ეს სამი კომპონენტი კრავს იმ რეალობას, რა რეალობაზეც მე ვსაუბრობ, რომ დიახ, რადიკალური პროცესების უკან დგას მხარე ბაჩიაშვილი. ბაჩიაშვილის საქმე ერთ-ერთია, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები შვეიცარიულ ბანკს შანტაჟში ამხელენ. ივანიშვილის ადვოკატების თქმით, ბანკი კლიენტს დაახლოებით 1 წელია უმალავს ჰეჯ ფონდებიდან ჩარიცხვებზე ინფორმაციას, უზღუდავს ცდომას გადარიცხვებზე და პოლიტიკაში ჩართულობის გამო ემუქრება პირადი ანგარიშების დახურვით. ამ ყველაფერმა კი კლიენტი სამართლებრივ დავამდე მიიყვანა. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ იულიუს ბერს სასამართლოში უჩივლებს.